საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დღეს აზიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ელჩინ ხალილოვი ეწვია. სტუმარი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა მიიღო. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო აზიის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე სამეცნიერო მოვლენებს. დღესვე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და აზიის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 12 აგვისტოს ჩინეთში პირველად ოფიციალურად საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსით დარეგისტრირდა აზიის მეცნიერებათა აკადემია, რომლის შტაბ-ბინაც ჰონგ-კონგში მდებარეობს. აღნიშნული აკადემიის წევრად და ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად სულ ცოტა ხნის წინ არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი. არც დიდი ხნის წინ დაარსდა აზიის მეცნიერებათა აკადემია, ეს რეგიონული აკადემია, ისეთივე როგორც არის ევროპაში, ასეთი აკადემია ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში და ეს ახალი ორგანიზაცია აერთიანებს არა მარტო აზიის კონტინენტის მეცნიერებს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა დარგის მეცნიერების წარმომადგენლებს, არის საქართველოს მისი წარმომადგენელი, ისიც არის წარმოდგენილი ჩვენი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ბატონი როინ მეტრეველი არჩეული არის ვიცე-პრეზიდენტად, აკადემიის წევრები არიან სხვა ქართული მეცნიერებით. დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობას აზიის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შორის, რაც ახალ პერსპექტივებს შეუქმნის ქართულ მეცნიერებს ითანამშრომლოს საერთაშორისო დონეზე.